მე კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მოკლედ გადაცნობთ 2 საათისთვის განვითარებულ მოვლენებს. ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახური მადნეულსა და კვარციტში შედის. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საგამოძიებო ჯგუფი კომპანიებში მოკვლევის მიზნით შევიდა. მოკვლევა სავარაუდოდ დღესვე დასრულდება და სამინისტრო დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს. გენერალური პროკურორის განცხადება არჩილ კბილაშვილი ამბობს, რომ იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს ბანკი ქართლსა და ციხის ერთ-ერთი კადრების საკითხზე დაკითხავენ. რაც შეეხება კონკრეტულ მუხლებს, რასაც ყოფილ მაღალჩინოსას წაუყენებენ, მთავარი პროკურორის თქმით, ეს გამოძიების პროცესში გამოიკვეთება. დღეისათვის იქნება წარდგენილი ბრალი და შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლოში. თემატიკა ცნობილი არის, ეს არის ციხის ეპიზოდები და ბანკი ქართულ, ხოლო სამოხელეო დანაშაულები, რომელი მუხლები იქნება, აი ამაზე პროკურორები, რომლებიც დაასრულებენ ბრალზე მუშაობას და გამოვაქვეყნებთ, ბუნებრივია გახდება ცნობილი. ირაკლი ალასანია თელავში სერჟანტთა მომზადების სკოლაში კურსების დასრულება სამხედრო მოსამსახურეებს თავდაცვის მინისტრმა და შეერაღებული ძალების შტაბის უფროსმა პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძე მიულოცეს. სასწავლო კურსის გამოშვების საზეიმო ცერემონია თელავში მეოცე კადრირებული ბრიგადის სამწყობო ბაზაზე გაიმართა. ირაკლი ალასანიამ წარჩინებულ კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა და სამხედრო კარიერული წინსვლა უსურვა. შემომატება მივიღეთ ჩვენ სერჟანტთა კორპუსის სერჟანტები ეს ის ძალა, რომელზეც დგას პრაქტიკულად მთელი სამხედრო შეიარაღებული ძალები, ისინი უყალიბებენ ჩვენ ჯარს და ინდივიდუალურად თვნიან ყველა სამხედრო მოსამსახურეს ჯარისკაცს და აქედან გამომდინარე ძალიან გვიხარია, რომ უკვე კიდევ შემოგვემატა ახალი ძალა სერჟანტების სახით. მე მინდა მიულოცო ყველა კურსდამთავრებულს წარმატებულად კურსის დასრულება და ხურვა და მინდა ასევე უსურვო მათ ყველას ბედნიერება, წინსვლა და რაც მთავარია პროფესიული ზრდა სამხედრო შეიარაღებულ ძალებში. გავიარეს სენატის მომზადების სკოლის ათეულის ძირითადი ათეულის კურსი წარჩინებით. მაყოფილი ვარ ჩემი მონდომებით, შედეგებზეც როგორც წინ აღნიშნეს სერჟანტებმა. გავიარე წლის ნებისმიერ დროში ეს იყო ცნები, ქვედანაყოფის მომზადება იყო და ათეულის კურსზე საერთოდ რაც შეეხება ყველაფერი გავიარეთ. შევიძინე დიდი ცოდნა, რისთვისაც დიდი მადლობა სუხთის სკოლის პირად შემოგვიდგენს. 2013 წლის იანვარში ხელი მოეწერება ხელშეკრულებას, რომელიც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 60 მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციას მართავს. ალექსი პეტრიაშვილის თქმით, აქედან 20 მილიონი ინსტიტუციური მშენებლობების პროგრამებზე იქნება გათვალისწინებული, ხოლო 40 მილიონი სოფლის მეურნეობის, კერძოდ აგრარული სექტორის განვითარებას მოხმარდება. გარდა ამისა, მიმდინარეობს მუშაობა შემდგომში ეროვნული ინდიკატორი პროგრამის გეგმის ფარგლებში 70 მილიონიან პაკეტზე მოხდეს შეთანხმება. სამიტი, რომელიც იქნება ვილნიუსში, დროს ლიტვა იქნება ევროკავშირის თავმჯდომარე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ძალიან კარგია, რომ ლიტვა არის ჩვენი მტკიცე პარტნიორი მოკავშირე ჩვენს სწრაფვაში, რომ გავხდეთ ნატოს და ევროკავშირის წევრები და ჩვენ ეს ვილნიუსის სამიტი გვინდა რომ ჩვენი კონკრეტული მიზნების განხორციელების სამიტი გახდეს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისის განვითარების ფონდისთვის გადაცემული საბიუჯეტო სახსრების საკითხს საჯაროდ განიხილავს. შეგახსენებთ 2008-2012 წლებში მთავრობის მიერ კონტროლირებად ფონდებში 130 მილიონამდე ლარია გადარეცხული. საიას თავმჯდომარის კახა კოჟრაძის თქმით, ეს თანხა გამჭვირვალედ უნდა ყოფილიყო დახარჯული. ეს თანხა ჩვენი აზრით უნდა ყოფილიყო გამჭვირვალედ დახარჯული, საზოგადოებას უნდა ცოდნა ამის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ამ ინფორმაციის მოპოვებას, უარსღებულობდით პრეზიდენტისგანაც და მთავრობისგანაც, მივიდოდით სასამართლოში, დავა გქონდა, თუმცა ეს დავაც წარუმატებლად სრულდებოდა ხოლმე. ანუ მიიჩნევდნენ, რომ პრეზიდენტი მიიჩნევდა, რომ ეს არის საიდუმლო ინფორმაცია.
ხმაური გარდაბანში მოსახლეობა გამგეობის შენობაში შეჭრით იმუქრება. ადგილობრივების საკრებულოს თავმჯდომარედ ნაციონალური მოძრაობის წევრის დანიშნა საპროტესტებელ საზაუნიანი ამ პოსტზე უკვე მეორედ დაინიშნა. გარდა ამისა, ადგილობრივები თანამდებობიდან გამგებლის ზურაბ ეპიტაშვილის გადაყენებასაც ითხოვენ. მოსახლეობა აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ ეპიტაშვილი ოპოზიციურად განწყობილ მოსახლეობას დევნიდა. Dolci წელიწადია ერთი და იგივე. პიროვნებები მართავენ რაიონს, არ დაადგა საშუალო ამ რაიონს. ყველაფერი ბოლოს როგორ უნდა მოხდეს ამ ჩვენს რაიონში. ჩვენ გვინდა მშვიდობიანად, რა თქმა უნდა და გვინდა კონსტიტუციის ფარგლებში. მიმოქმედოთ, შევცვალოთ ძალიან წყნარად, ძალიან ლამაზად და ისე, როგორც გვეკადრება ქართველი ერს. არ ვარ ჩვენ მომხრე პუნქტის, არ ვართ მომხრე შევარდნების და ასე შემდეგ. და ბოლოს თანამშრომლობის მემორანდუმი პროკურატურასა და ადვოკატთა ასოციაციას შორის მემორანდუმს ხელი მოაწერეს მთავარმა პროკურორმა არჩილ გველაშვილმა და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა. მემორანდუმის მიზანია მუდმივ მოქმედი ერთობლივი საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა და ერთიანი ეთიკის სტანდარტების დამკვიდრება. მემორანდუმის გაფორმებას ახლად დანიშნული პროკურორები, ადვოკატთა კორპუსი და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მემორანდუმის მიზანი არის ადვოკატთა ასოციაციასა, ანუ ადვოკატებსა და პროკურატურას, ანუ პროკურორებს და გამომძიებულებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. ეს არის სასამართლო ხელისუფლების ორი აუცილებელი შემადგენელი ნაწილი და ურთიერთდაპირისპირებული პროცესუალურად, მაგრამ მათ აერთიანებთ ის, რომ მართლმსაჯულება ხორციელდება მათი თანაქმედებით. დღეს ფორმდება ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი საქართველოს მთავარ პროკურატურასთან, სადაც აღნიშნული იქნება, რომ ერთიანი ეთიკა გვექნება ადვოკატთა კორპუსს და საპროკურორო კორპუსს და ასევე ჩვენ შევთანხმდებით ერთიანი სემინარების ჩატარებაზე და ერთიანი სამართლებრივი ხედვის ჩამოყალიბებაზე. ამ დროისთვის სულ ეს იყო უფრო ვრცლად დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შესახებ 3 საათიან გამოშვებაში გიამბობთ. დაგვალოდეთ.